არასამთავრობო ორგანიზაციები კანონდარღვევის ნიშნებს ხედავენ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში იგულისხმება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა, რომელიც ყოფილმა სახელმწიფო პარტიამ ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს აჩვენა. უფლებადამცველები ფაქტს წინეს საარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა დაფასებენ და საარჩევნო ადმინისტრაციებისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ. მერაბ წულუკიძე გვეტყვის ახლა მოჰყვა თუ არა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ საჩივრებს რეაგირება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვის გავრცელებაში შესაძლო კანონდარღვევის ნიშნები ერთდროულად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაინახა. ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვის ფაქტი გაასაჩივრეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა. თუმცა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი მათგანის საჩივარი ფაქტობრივად არ დააკმაყოფილა. მოტივაცია კი იყო ის, რომ ვიდეო ჩაწერა განხორციელდა უკრაინაში, ასევე ექს-პრეზიდენტი იმყოფება უცხო ქვეყანაში და შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის სანქციებს ვერ გაატარებს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება ახალგაზრდა იურისტებმა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სცადეს, თუმცა უშედეგოდ კომისიამ საკითხის განხილვაზე საერთოდ უარი თქვა იმ მოტივით, რომ ეს არის არა აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის, არამედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენცია. ეს არგუმენტები გაუგებარია ახალგაზრდა იურისტებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ განმარტებთ, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს შესაბამისი საჩივარი, რადგანაც კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი სუბიექტა ის წრე, ვინ შეიძლება მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ სახის სამართალდარღვევებზე, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისია. შესაბამისად, უმაღლეს საარჩევნო კომისიის მიერ საჩივარი დარჩა განუხილველი. უსკო ვალდებულია ნებისმიერ საჩივარზე იმჩნევს, ეს არის მათ მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული ვალდებულება, ამიტომ საჩივრის შინაარსი თუ იქ გახდებოდა მრჩევლობის საგანი, რა თქმა უნდა, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე შეუფასებით რამდენად იყო დასაბუთებელი, დაუსაბუთებელი, ხოლო ამ შემთხვევაში საერთოდ უარის თქმა საჩივრის განხილვაზე ნიშნავს იმას, რომ ფუნქციური მოვალეობის შესრულებაზე თქვა უსკომ უარი. წინასაარჩევნო შეხვედრების პარალელურად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ერთ-ერთი ასეთი მიმართვა, რომელიც დღეს გავრცელდა, იყო აჭარის მოსახლეობისადმი. ამ მიმართვებსაც მესამე სექტორის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. რაც უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ნამდვილად არ მიგატოვებთ და არ გიღალატებთ. ერთად კი ყველაფერს გადავწყვეტთ. ვთვლით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებას ადგილი აქვს საქართველოში, ანუ მისი მიმართვის გავრცელება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, მიგვაჩნია, რომ ეს არის არამართებული ქმედება და ვფიქრობ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ უნდა წაახალისოს ამ ტიპის ქმედებები და პირიქით მივმართოთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მაქსიმალურად არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში არა მოქალაქეების არ მქონე საქართველოს მოქალაქეების არ მქონე პირების ჩართვა. გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვები ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაასაჩივრა, ასევე შესაძლო კანონდარღვევებზე ოფიციალური განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებმაც გააკეთეს.